გიულია ალასანიას კუთვნილის საქართველოს უნივერსიტეტის სტადიონი კვლავ ყურადღების ცენტრშია. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტადიონის ადგილას ეგრეთ წოდებულ კამპუსის აშენებას გეგმავს. თუმცა, მშენებლობის ნებართვა მერიას ამ დრომდე არ გაუწია. ადგილი, სადაც მშენებლობა იგეგმება, ტექნიკური უნივერსიტეტის შახტა ლაბორატორიის თავზე მდებარეობს. უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოს უნივერსიტეტს მშენებლობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. მათი განმარტებით, მშენებლობა ლაბორატორიას საფრთხეს შეუქმნის. რეზი ხუძიშვილი დეტალებით. ეს თბილისში კოსტავა 77-ში მდებარე საქართველოს უნივერსიტეტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიულია ალასანია. ამ უნივერსიტეტის ტერიტორიაზევე მდებარეობს საფეხბურთო მოედანი. აქ ორი თვის წინ ჯერ სინჯები, ახლა კი მოედნის საფარის ნაწილი აიღეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების სამსახურის უფროსი მამუკა კვარაცხელია ამბობს, რომ ამ ადგილას რამდენიმე სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო მოედანი აქ აღარ იქნება. სტადიონი მარტო 200 ბავშვი არ არის, ეს არის თაობები, ეს არის სიჯანსაღისკერა ყველა თაობის ადამიანისთვის. მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აქვს მათ მიღებული და როგორც ჩანს, ალბათ ჯინაზე გააკეთეს საფარი. გადააძვრეს, რათა აჩვენენ, რომ ისინი არიან აქ მეპატრონეები და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ და საერთოდ არ აღელვებს საზოგადოების არც ბედი და არც აზრი. ის რომ სტადიონის ნაცვლად საქართველოს უნივერსიტეტს ეგრეთ წოდებული კამპუსის აშენება აქვს გადაწყვეტილი, ამას არ უარყოფს უნივერსიტეტის პრეზიდენტი მანანა სანაძე. სანაძემ სატელევიზიო კომენტარზე უარი თქვა. სატელეფონო საუბარში კი განაცხადა, რომ ტერიტორია კერძოა და მფლობელს სრული უფლება აქვს მოედნის ნაცვლად სასწავლო კორპუსი ააშენოს. ტერიტორია ნაყიდი გვაქვს აუქციონზე საგანმანათლებლო სპორტული ფუნქციით. საგანმანათლებლო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა ავაშენოთ საგანმანათლებლო და რაღაცა გავაკეთოთ სპორტული. შენობა იქნება თავისი აუზით. ეს მოედანი არ შენარჩუნდება? მოედანი არც ერთ შემთხვევაში არ შენარჩუნდება. სულ რომ არაფერი არ ავაშენოთ, მაშინაც არ შენარჩუნდება. სტადიონის ნაცვლად ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად უნივერსიტეტმა თხოვნით თბილისის მერიას 14 აპრილს მიმართა. მერიის არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტის წერილი განიხილეს და ხარვეზების არსებობის გამო უკან გაუგზავნეს. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე დადგინდა ხარვეზები, რის გამოც არ იქნა შეთანხმებული აღნიშნული არქიტექტურული პროექტი და არ იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა. ხარვეზები დგინდება საპროექტო ტერიტორიის მიწისქვეშა უძრავი ქონების საკუთრების საკითხი. თუ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენდა საპროექტო ტერიტორიას, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მისი საპროექტო დოკუმენტაცია და თუ ის არ წარმოადგენდა, შესაბამისად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა ახალი ობიექტის შეუხებლობას მიწისქვეშა არსებულ უძრავ ქონებასთან. სტადიონი, რომლის ფართით 9273 კვადრატული მეტრია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შახტა ლაბორატორიის თავზე მდებარეობს. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ადგილას მშენებლობა დაიწყება, შახტის არსებობას საფრთხე შეექმნება. ამის შესახებ საუბარია მათ მიერ შემუშავებულ დასკვნაშიც. კატეგორიულად ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ შახტა ლაბორატორიის თავზე რამის დაშენება. იმისათვის, რომ მანძილი არის სულ 16 მეტრი მიწის დონიდან ჩემი კრიშის შახტის კრიშებამდე. 12 მეტრა კატლავანი რომ გაიჭრება, 2 მეტრო აღარ რჩება. ეს დაზიანდება და ეს სოფლიო მნიშვნელობის ლაბორატორია უნდა გადაიქცეს წყალგადამღვრელად. დღეს სტადიონზე და მის გარშემო არსებული ვითარება მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. მათი თქმით, უნივერსიტეტს ნებართვა ჯერ არ მიუღია და შესაბამისად ადგილზე მშენებლობა ვერ დაიწყება. სტადიონზე დღეის მდგომარეობით არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები რომ იყოს მერწმუნეთ აქ მაგისთვის ვართ მოსულები, რომ ნახოთ თუ არის თუ არა ნებართვით. თუ კიდე დაწყებული არ არის ახლა დღეის მდგომარეობით მშენებლობაზე დღეის მდგომარეობით ნებართვა არ არის. საქართველოს უნივერსიტეტს ეკონომიკის სამინისტრომ 2007 წელს თბილისში კოსტავას ნომერ 70-ში 6370 კვადრატულ მეტრზე მდებარე შენობა ნაგებობები და 2195 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდა. აუქციონზე საწყისი ფასი 1.220.000-ით განისაზღვრა. მაშინ უძრავი ქონების ექსპერტების სტუდია GNS-თან ამბობდნენ, რომ კოსტავას გამზირზე მსგავსი ობიექტების გასაყიდი საბაზრო ფასი კვადრატულ მეტრზე $900 ფარგლებში იყო. მაშინ ამ აუქციონში მონაწილეობა საქართველოს უნივერსიტეტის გარდა არავის მიუღია. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ორი სტადიონი კი იმავე წელს გიული ალასანიას მიერ დაფუძნებულმა უნივერსიტეტმა $305,000 შეიძინა.